მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის TL Time და ჩვენი სტუმარი არის Slender-ა. მოგესალმებით, როგორც ანტების გამარჯობა, დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან მოხვედი სტუმრად. ძალიან გვიხარია. პირდაპირ გადავიდეთ შეკითხვებს. გამოვიდე. აქ იმდენი ხანია, არამათან გაშინაურებული, ანუ ადრე იწყება ცოტა მოგზაურობა მანქანით და მე გადმოდიან აქ იცით. იმდენი რაღაცა საუბარი მოვასწრე, ჭამაც მოვასწრე, დელევაც მოვასწრე და უკვე საშინაო TL გრუპის ისე რა ქვია, წევრი. აყვანილია თანამშრომელი. გამწობი იუთუბერი ვარ თანამდებობაზე. აბა გისმენთ კითხვები. როგორ შეაფასებდი შენ დღევანდელ გამოსვლას ლილო არენაზე? ოფლიანად. ოფლიანად ძალიან ცხელოდა, მაგრამ ადრენალინის მოზღვავება იყო სასწაული და ძალიან მაგარი. ჩემს შედეგსაც შეეხება ალბათ ნორმალურად გავაკეთე. ინერვიულად თუ ძალიან მაგარი იყო. მაგრამ მოხურჭები რომ გამეთიშა მაშინ მივიყვანე მან დადაც მანქანა. გაკურეო, კაცო, პრობლემა არ არის და მეც მიდი ბეკა რა გენაღლება. შენ ხორა კეთე. ყველაზე რთული მონაკვეთი მე კი ვიცი, მაგრამ მაყურებელს ვთქვა რომელი იყო ყველაზე რთული მონაკვეთი. პირველი მოსახვევია ყველაზე რთული მონაკვეთი, იმიტომ რომ ისეთი დაცემა არის, დაღმართია და მე როცა აღმართში შედიხარ გვერდულად და უკანა წაყვანილი ყოფილიყო რაღაცას ვიზავდი, მაგრამ წინა წამყვანია და understeer მოკდის. საჩერს ყველას აქ ვინც იყო სტუმრად ჩვენთან მოსული, ყველა ამბობდა რომ მეორე მოსახვევი უჭირდათ. ხო? მეორე ძალიან მაგარია. მეორე იმენ უაზზე ხარ რაღაცნაირი. მაგრამ სწორად უნდა შეხვიდე რა. ასეთო კორსაში უნდა ითამაშო ჯერ სიმულაციაზე და მე რომ გადმოხვიდე ქემიაზით. თუ შეგეშინდა დღეს რომელიც კი ბოლოს თუ მანამდე ერთხელ შემეშინდა ოპერატორები უკვე იქ რო იყვნენ მეორე მოსახვევთან. მეც დავაფიქსე რომ ახლა შევარე. და პირველად შემეშინდა კიდე რომ მოვწდი და გადავარდი გზიდან. ან ჩემზე უფრო შემეშინდა, უფრო მანქანაზე შემეშინდა, მითი რამე არ მოვიდეს. ესე იგი ადრენალინი იყო დღეს შენთვის. ძალიან მაგარი იყო, დილა იყო, გამომახვიდო, ყავა აღარ მჭირდებოდა. გაიმეორებდი? სიამოვნებით. ყოველ დღე ესე გამომეორებდი. ყოველ დილა ესეთი იქნებოდა. ყოველ დილით, ძალიან კარგი. ადრენალინი მოდის ადრენალინი, წევიდა ბეკა წევიდა. შოვოდე დრიფტი. კირა წამყანი დრიფტი გინახავ? სლენდერასთან მხოლოდ. თბილისო, ზისავარდების მხარეო. უშენო, სიცოცხლეად მიწამიდი არ დაკარგო. დრო. აი, კარგად შევიდა, კარგად შევიდა. დრო. უჭით გუზნო. არ თუ დილა გასავწამი, არ ვიცი. მიდი. ეგა, მიდი. რაც ისწავლე ასეთოში. კარგია. ცოტა მოვსიალდი მგონი არ ვიცი. შენ და მანქანა ერთი ხარ. მანქანა შენია, შენ ხარ მანქანა ბეკა. არ დაგავიწყდეს, მიდი. ბეკა, რა მაინტერესებს? რა იყო შენი პირველი ავტომობილი? ყველა მის Opel Astra. Opel Astra 95-იანი, ლეგენდარული. 96-ში გარდამავალი ელექტროწინაშუშებით რა. რა ვიცი, დაგვი კონკრეტე? 1.6 ჩვეულებრივი. 1.6. გიყვარდა ეგ ავტომობილი? გიყვარს დღემდე. ეხაც მუშაობს, მოძრაობს ჩვეულებრივად სერვისი გავუკეთეთ ძრავს, ანუ ეხაც ყავს, არ გაგიყიდა. კი, ბაბა, ჩემი დადის მაგნიტი. შვენია. ეხა დავდივარ, ამჟამად ალბათ მეორე კითხვა იქნება, ეხლა რომელი ყავსო? Audi A4 B7 2.0 turbo S-Line. ესეთ კითხვას დაგისვამ და თუ გვაპატიებს აბა მაყურებელი. უღალატებ როდესმე აუც? შეიძლება, იმიტომ რომ მე ვარ ავტომოყვარული. Audi ძალიან მიყვარს, ძალიან შევეჩვიე. უფრო მინდა რომ ისევ Audi შევიძინო.
თან TL Group-ში გასაყიდად ძალიან მაგარი აუდი არის ახლა შეიძლება ნახოთ მაი ავტოზე სავარაუდოდ დევს. არის i6 2016 წლის არის 3-დან 0 turbo დიზელი ხო? კი, turbo დიზელი. და მდგომარეობაში ახლა ხო ვიც მაგას იყიდით, იმენა გასიამოვნეთ მე უკვე test drive გავიარე მაგაზე, რომ ხო და ხო, კიდევ ერთი რასაც მე უყურებ ამათ ანალიტიკაში ხო, სადღაც 50%-ზე მეც არ გაქვს გამოწერილი, ვინც უყურებთ ამათ ვიდეოებს, ასე რომ უეჭველი ახლა რო უყურებთ, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, კომენტარები პოზიტიური და გააზიარეთ მეგობრებთან. აუცილებლად მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა. ეს ჩავახსოვეთ. ძალიან კარგი იყო. შეიძლება უღალატო აუდის, შეიძლება 300-იან მანქანაზე გადავიდეთ. არ ვიცი, ნახოთ. ხო, შეიძლება. კი, 300-იანი მანქანა. აი რა არის შენი ოცნების ავტომობილი. ნუ აი ის იმას არ გულისხმობ ხა რა შეიძლება ეხლა იყიდო. აი ოცნების ავტომობილი, რასაც შეიძლება მიწუდე, ან ვერ მიწუდე და დარჩეს ოცნებად. ხო, ეგ არის კონკრეტულად E94-ის GT-არი. რა თქმა უნდა, ბევრის არის ეგა. რა თქმა უნდა, სრული ნისმო და ისეთივე როგორც იყო, თითქმის იგივე როგორც იყო Forza-ში. მე ინტერსპედის მეებშიც, თამაშებშიც ძალიან მევასება. თუ ნიურ ვერსია იქნება, ვაფშე მაგარი იქნება. და ხო, რა ეგ არის ძალიან მიუწვდომელი ოცნება, იმიტომ რომ ძალიან ძვირდება ეგ მანქანები, გაიაფების, მაგრამ ძვირდება და ძვირდება ყოველ წელს და აი საშიში. რო გამოვიდა ბევრად იაფი იყო ვიდრე დანგრეული რო იყიდო, ხო, მარტო კუზავში იხდიან 20,000 და აი გული მისკდება. ერთი ყავს ჩამოყვანილი სხვათა შორის კორეიდან. არ ვიცი, ეს იყო 2 წლის წინ და ავტომობილში გადავიხადეთ იქ ადგილზე $36,000. ძალიან ძვირი, რამდენი ძალიან ძვირი, 2 წლის წინ. რამდენი ეჟირება თქვენ წარმოიდგინეთ, ეგ უნდა დააყენო ინვესტიციად ეგ მანქანა, ვისაც არ გიავასებათ, просто იყიდეთ, ფული თუ გაქვთ, დააყენეთ და ისე მოიმატებს ფასში, რომ მე შეიძლება სამაგადაც გაყიდოთ. იცი როგორი ცხოვრება მინდა ბექა? აი თუ გაქვს ნაყურები რა, აი ძალიან დიდრები რო არიან და ოთახში რო დიუნის გვერდით მანქანა. სტატეგრები და რო გაიღვიძე და მანქანა როგორია? გადახედა. გაგძელოძილი. ზუსტად. ბექა, შენ ძირითადად შენი კონტენტი არის თამაშები. კი. შესაბამისად ძალიან გიყვარს თამაშები. კი, თამაშები პატარობიდან ძალიან მიყვარს. აი რომელია შენი საყვარელი რბოლების თამაში? Forza ამ ეტაპზე. Forza Horizon 5 არკეიდს თუ ჩავთვლით თავისი ყველაფრით, ძალიან უცებრო შევარდები და იმას რომ არა სიმულაციის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, საუკეთესო Corsa. მეც ერთი პერიოდი ვიყავი სიმულაციებში, ეხლა უბრალოდ საჭე გავაჩუქე და ახალი მოვიყიდო და მეც აუცილებლად კიდევ ვითამაშებ და სიმულაციების მე ძალიან გინდა გადმოხვიდე რეალურ თემაში და ეს YouTube-ი დამეხმარა რომ რეალურ თემაში ჩემი თავიც გამომეცადა. დრიფტის თურმე გამომდის და ეხლა გავიგებ გამომდის თუ არა time attack-ი. მაყურებელს მინდა უთხრა რომ ალბათ ვიდეოში ისეთი აღქმადი არ იქნება, მაგრამ აი იდეალურად შედიოდი მოსახვევში. აი იდეალურად მართლა. აი ვისაც უყურებდი სტუმარს ძირითადად იყო ხოლმე ну, რამდენიმეს გარდა შენელება მოსახვევებში და ну ისეთი შესვლა. შენ შედიოდი იმენა დრიფტით, როდესაც უილი შევდიოდი, მაგიტო არის ახლა მუხრუჭები რო აღარ აქვს მანქანას. მუხრუჭები აღარ აქვს ჩვენ მანქანას, მოკლედ უნდა ჩავიყვანოთ ეგრევე სერვისში მიყვავს ლილო არენა და მოვიდა მანდა მაინც დია. ძალიან კარგი, შვენიერი არის. იცი როგორი მძღოლი ხარ? ხო, მშვიდი, ძალიან მშვიდი მძღოლი. კი, ძალიან მშვიდი მძღოლი ვარ. თუ რაღაცა ღამის 3 საათი არაა და არც ერთი მანქანა არ ჩანს, ისე ჩაჭერა არ მიყვარს ხოლმე. ძალიან იშვიათად თუ სადღაც ძალიან ხასიათზე ვიყავ, მაგრამ ადან ბენდე მივიდივარ, ბედანამდე და ესე რა. და რას უსმენს მშვიდი მძღოლი საჭეს? ჰონკს. ხო. აი მე რა ისეთ ჰონკს უსმენ. მან თუ დამარტყა მე მაშინ ვარ კიდე ეგრე რა, იშვიათად მარტყავს რა. ნუ თლად წყლარ მუსიკას არ უსმენს. არ მოსაწყლარ მუსიკაში. აი მიდიხარ შენთვის საცობში უსმენ შენ საყვარელ მუსიკას და აი რამ შეიძლება გამოგიყვანოს წყობრიდან. აი რამე ვინმე რამე მანევრი გაგიკეთოს. ან სანამ მწვანე აინთება დაგისიგნალოს ყვითელზე. ეგ ძალიან ისეთი თემა არის ანუ რა. ანუ მაგდროს ვიცი ხოლმე თავის გადაყოფა ეგ და მე დაგავლა. როდესაც მწვანე აინთება ეგრევე. აუ მე იცი რა მიყვარს ხოლმე ვიღაცა რო ჩაგიჭრის ცუდად რა. და გვერდზე რომ მოგიწევს მე ამოდგომა და რო უყურებ და ის რო არ გიყურებ. ეს რა არის? ეგ კარგი მომენტია, ხვდები რომ შენ აღარ მართალი. ყველაზე დიდი ჯარიმა რა გქონია და რისთვის? 50 ლარიანი. ყველაზე დიდი. სიჩქარის.
არც ბასლაინი, არც ფერი ისეთი. შემიძლია ჩაგახედოთ და შემიძლია ჯარიმების ისტორიაში არის პარკინგი, უსიჩქარე. ესე პარკინგი შენ ტკივილი. მაგრამ პარკინგიც 1-3 ჯარიმი მაქსიმუმ სულ რომ ეჩქარებოდა მაშინ და როგორ პოვლობდი გასაჩერებას ნორმალურს რა. აი, ყველას პრობლემა. სიჩქარე ჯარიმი მაქვს აღებული ერთადერთხელ და ეგეც მაშინ როცა ვიფორმებდია მანქანას. დატესტე? არა, თან არ გადამიფორმებია ჯერ ძველ პატრონზე იყო. მინდობილობით მივდიოდი რა, აკარას რო უნდა დადგე რუსთავის ავტობანზე, იქ შევაჭერი 15-20 კმ/სთ მეტით. როვეჩოვდი მანქანას და მან მომივიდა ჯარიმა ურაკენიო ამისთან რა და მეთქი ჰაგად მოგიცხო გადაიხადე თქო. რა ისტორიები გაკავშირებს შენ ეხლანდელ ავტომობილთან? შემეხლანდელ ავტომობილთან ძალიან ბევრი ისტორია მაკავშირებს. ერთი კი ნაღამ გორბორზე რო ავიჭეხე, მაგრამ კიდე кай კვადრო არის. გაყინული იყო ძალიან ყველაფერი და მივიდივარ მოსახვევიარი 90 გრადუსიანი 60-ით მივიდივარ დაღმართზე. ხო და მარტო აი ეს ამ ხელა მონაკვეთი იქნებოდა ალბათ მოყინული და მოუხვია მანქანა წინ მიდის. აი მან პანიკა დამეწყო ესეთი რა ვიცი. მან თან მუხრჩეს იმაშები ნელ-ნელა და მოეჭიდა ბოლოს მანქანა და წავიდა მე გადავჭი მათ. ხო, კიდე ის რომ კვადრო სისტემა რო აქვს ამასთან რო ეთიშება წინა წამყვანს რამე თუ გაგიფუშდა ყუმბარა, ხო? თელ სისტემას გითიშავს რა. მანქანა ვეღარ დაწოდი. აი თელ სისტემას გითიშავს, ხო შეიძლება რომ უკანა წამყვანი გახდეს მანქანა შემთხვევით რაღაცა და თვითონ უკანა წამყვანი ეგ ისეთი ჭკვიანი სისტემა აქვს რომ всё ვეღარ დაძრო მანქანას გეგონება რომ ცეპლინია ჩაშლილი გაქვს და ვერ იმასიძეო რა. მოვდივარ ზღვაზე, ხო იცი, იქიდან რომ მოდიხარ. თებკიდან რომ მოდიხარ და რო უნდა მოკრო აკას რომ გადმოხვიდე მონუმენტებისკენ. მოვდივარ, მოვუკე და უცებ წკაფქნა რაღაცამ და მანქანას გასვაჭერ არაფერი არ ხდება. ვახ, მაშინ მე და ჩემი კოლეგა კოპალა ვართ ერთად რა და მეთქი всё კოპალა ცეპლინია ჩაიშალა თქო რა და მომენტში მოეჭიდა ისევ რაღაცა მოედო თუ რაღაცა და წავიდა. წავედი მე სახლთან ამოუხია და სახლთან კაკრას რო ვაყენებდი მანქანას მაშინ წკაფდა ისევ იმასგან გაფუჭდა. მეთქი რა ხდება всё აი ბურეკავ ჩემი მას ხადავიქსო მეთქი всё ცეპლინია სტარხეული აქვს და აბა როგორ მოხდაო მითხარიო და ცეპლინი არ არის ეგ ვერ გაგეთიშაო. აი მე კიდე кай მეთქი წავიყვანე და გავაკეთე. თავარია სახლთან მოგიყვანა. მე სახლამდე მომიყვანა ხო და როგორ იყო იცი მართლა ცეპლინი ისგავდა რა ტრიელებს მოეჭიდება და რაღაც რკინის ხმებია საშინელი მეთქი ეგრე დავსვის ცეპლინია რომ იმენა იმას რა ქვია მახავი გზედება ეგრევე რკინაზე მოკლედ ეს კარგი მანქანა ყოლია. მე მქონდა ესეთი შემთხვევა ახალ ჩამოყოს ყონილი მყავს ჩემი მანქანა რა 1 წლის ამბავს გიყვები და თავიდანვე მქონდა კალოტკების პრობლემა. და ისეთი მანქანა მყავს საქართველოს კალოტკები არ იშოვება არსად და გამოწე ანუ სადმე სახელოსნო შოში აყენებ კარებს გიკეტავენ მე არაო რა. ნუ გამოვიწერე ეს კალოტკები და ქართველი კაცი რა არის მაინც. რა მოუვა ბივლიკა ჭრიჭინოს რაღაცა და ნუ ჩამომივიდა ეს კალოტკები და მივდივარ სერვისში გამოსაცვლელად. აი რო უნდა შევაყენო მან ტორმუზი აღარა იმენა ანუ სადმოასწარი 2 თვე მანქანა მიარა აი ესე და შევაყენე სერვისში და ჩავედი ბოლომდე და გამოვშდეთ მაგის მერე მიყვარს ჩემი მანქანა ბაზარია მე გიყვანა სერვისამდე და კი სოფშორს ჩემი მანქანით ვაკურიანიდან ამომიყვანია ერთი BMW, ერთი Mercedes. გადადილები რომ თორე. აუ, იმის მუღამი არ გაქვს. ყველა აუდის მფლობელს აქვს მუღამი რომ ტრაილერი გაწიოს თოლში. კი, ხო? თუ იმეს ტრაილერი გაგიფუჭდება თოლში, გაგვირეკეთ. შენი ჩალჩები ჩემი ავტო. ხო, ორივე ამოვწევ თუ ეჭველი. თან სუმაგეთი იმაშებია რომ ამაყობენ რა და მაგვიდოებს დებენ სულ. მე მყავდა ადრეს Subaru და Subaru-ზე ცხოვარი ეგვიდეო რა. და მაშინ ახლა Subaru რომ მყავდა ვერ ვიტანდი აუც რა. ხო, ეგრეა. კონკურენტი ვიდეოში 10 არიან, არ თვლიან ერთმანეთს კონკურენტებად. Subaru-ისტი Audi-ს არ არა კვადრო სისტემა, მაინც ისე. ხო, მაგრამ ხო, შეიძლება ეგეთ თემაც ყოს, რომ კონკურენტად აღიქვა. და ვერ იტანდნენ ზოან მევასება Subaru-ები. აუ, ძალიან კაი მანქანა იყო, განსაკუთრებით თოლში. თან ყავს. ხო? რამდენი მანქანა ყავს? მე სამთავრობო ჩემს ამარა. პროექტი, შენ პროექტი არ აქვს ხანახი, როგორც ჩანს. გადაცვლაზე ამბობ? ხო. სხვათა შორის ჩვენმა თანამშრომელმა ქუთაისის ფილიალის ვახომ შემოგითვალა რომ Opel Zafira მყავსო გაწკიპინებულიო ხო არ გამიცვლის. მაშინ Subaru-ში. დაფიქრდები. კარგი შემოთავაზებაა. Opel Zafira დიზელი? არ ვიცი. ტურბო დიზელი თუ არ მინდა. მე დიზელია. კითხავ, დავრეკავ. აუ ტაქსის მწოლი Opel Zafira-ი ვარ კაკრას და Opel-ს მე და გვაღმერთ ერთი და
სადავატორმოზე იცი რომ მითხრა პორშეს გავუსწარი ამითიო. აუ! პორშე ვერ გამიკაჩაო იმენაო რა რო ჩართო ტურბინაო ჩემო დიზელმა იმენაო გავუსწარი რეგრე. მაგაზე ძალიან ხუთამდე მახოს ერთ წელს ამოვია. ამ შვენიერ ნოტაზე რამე ისეც ხო არ გაიხსენებდი მხიარულს რაც გადაგხდა და ავტოსფეროსთან არის კავშირში. აუ რავი ხიარული რამდენიც გინდა იდეაში, მაგრამ აი ერთი მოგვიყევი. ესე კონკრეტულად გამორჩეული. ხო, ალბათ გაყიდოს რო უპირდი და ცეფნოსკენ გადავიფიქრე. კლიენტის ხო არ ყავდა? ხო, კლიენტიც იყო სხვათა შორის და უთხარი აღარ ყიდი მეთქი. ანუ რა არის ამ მომენტი არის. დავდივარ სუჩო რატამდე ბედანამდე ისე ერთი წელნახევრის ნაყიდი მაქვს მანქანა და მეთქი მოდი ხა სხვას ვწდი რა, როგორც ვერ მაიციან თქო რა, ცოტა ხანი მეთქი. გავწავედით მაგას ქორწილში. იქ ამან რაღაც ეგეთები აკეტა, ეგეთი ძმაო, იქ ამ მანქანამ გამოიჩინა თავი, მეთქი და ურეკებს რო აღარ ყიდი. გელიკებს რომ მიდექი ესე გვერდი რომ მოაყენებდნენ იქ M3 მოვიდა, იქ M5 მოვიდა და რა აი ყველა მოსახოებში რაღაცა რო უდგავარ ჩურბა და ისინი ჩემზე კარგად რო ვერ შედიან და არ უნდა მაგრა გამისწორდა. და მან უკვე მეთქი დიდი მადლობა ნახვამ. ჩემი მანქანა დარჩება. აი ასე თქო, მაგრამ ეხა კიდევ ვიყიდე. ფასი არის 2600 დამიკავშირდით. თუ დაგაინტერესებთ ნომერს აღწერეთ. მისახელია, მართალია, მაგრამ ცეფს დაგისერვისებთ და გაგატანთის. შვენიერ. მომიყვანა 3 წელია და ჯერ კიდევ მოქმედა სანამ დრო ჯობია შევცვალო. რემენი დასერვისებული მაქვს. შვენიერ. უცებ რეკლამა ჩავახსო. აი ავტოზეც ნახავთ. კი, სურათსაც დავდებთ. მანქანის. ოკეი. ბექა. შენი სახელი დაასახელა ირაკლი, მაინერა. ხო, მაინერო. და რას ფიქრობ? მაინერა ჩვენ ყავს მეორე ადგილზე, ჩვენს დაფაზე, შვენიერი დრო არის. აბა რას ფიქრობ? აჯობე? სხვათა შორის დამირეკა. როცა აქედან გამოვიდა ზუსტად მაგ დროს დამირეკა. აი ახლა გამოვედიო სლენდერო, გამოგიწვია ჩელენჯშიო და მოდიო. მე აი მოვალ. საწოდავად ხო? კაი, რა ვიცი. ოკეი. და იმედი მაქვს რომ მაინერზე ძალიან დაბლა არა ვარ იმედია. მე ეგეთი იმედი მაქვს. აი შენი აზრით აჯობე თუ არა? იგივე რეზულტატი, მინდა რომ იგივე იყოს. იგივე. ოკეი, კარგი. დაახლოებით დროსაც ხო არ გვეტყვი? 27 და 80 იყოს. ცოტა მაღლა ავიდა და ისა ფეხზე დავდგები ხო? და ისე დავაფიქსიროთ. ესე იგი, ბექა. მე დანაზარტული ვარ ხარ. ოპა, გასაგები. TL time-ში სლენდერას დრო არის 35 და 26. კილოცა. დიდი მადლობა მაგარი იყო. კილოცა სლენდერ პირველზე ხარ, კვაჭისაც გადაასწარი. მაგარია, მე ძალიან გამიხარდა. მაინერ. ჩაინიშნე. ირაკლი ირაკლი დამირეკავს კიდე მინდა ორი ვეჭი. აუ არ მეგონა, ხო არ გადა პირველი ადგილისთვის ნამდვილად არ მოსულა. ნამდვილად, მართლა კარგად იარე, განსაკუთრებით მოსახოებში შედიოდი იდეალურად და დაიმსახურე პირველი ადგილი. ბოლოს წინა იმან აქვე გარბენმა მისვლა როგორც ჩანს. ძალიან დაიმსახურე, მართლა კარგად იარე და რამდენად კმაყოფილი ხარ შენი დროით? აშკარად კი იყო. იცი, ამაზე კმაყოფილი როგორ უნდა იყო მართლა. გილოცავ, გისურვებ რომ შენი სახელი რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს. ხო, რაღაცა ძალიან ტრენდი გაქვთ უკვე გადასწრება ერთმანეთის და. ხო, ყოველი სტუმარი სხვათა შორის უფრო და უფრო უკეთეს დროს აჩვენებს, მაგრამ ეს დრო მეც დავტესტე და ძალიან მაგარი დროა რა, ასე რომ მართლა გაუჭირდებათ შენი დროის რამდენი გაქეებული? არ ვიცი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში გეტყვი რომ შენზე მძიმე ვარ. შენაირი კარგი დრო არ მაქვს. ცოტა საგვარისია, საგვარისია. ეგ მაღალფილი ვარ მაგ შედეგით. ძალიან დიდი მადლობა. ხო და როგორც გითხარით, გამოიწერეთ აკი რა. აუცილებლად. ლაიქი და გამოწერა, ასეთი კონტენტი დაგებოთ კაცმა. კაცებმა. ბექა, ეხლა ის რა ქვია, ირაკლისაც უთხარი. იგივეს კითხავ რა. ვინ გინდა რომ იყოს შემდეგი რა? ვის გამოიწვევდი შენ? აუ ჯიტუჯის არა აქვს პრავა, თორე ჯიტუჯის გამოიწვევდი. მართლაც არ აქვს მაგას. მართლა არა აქვს? არა აქვს.
ეს უსაშველოებში CGI იყო. უსაშველოებში კი არა და იმაში. ახალი სერიალი რო არის ვამპირებზე მანდ. წავალები ერთი უყურე. მოიცა, ახლა გამოვიწევ. მე გამოვიწევ ჩემი რეკორდის დასამხობად ჰიტას. თან ჩემზე მძიმეა. ჰიტას გამოვიწევ, მოდი ძმაო, გაგისწორდება ერთი ის ვიცი და კაი ხალხთან ჩაგაგდებ ხელში აგერთა. მოგივლიან როგორც საჭირო რეკორდსაც იმედია მოხსნი, ან მოხსნი იმედი. ძალიან დიდი მადლობა ბექა ბრძანებისთვის. ეს იყო Slender-ა, ეს იყო TL Time-ი, აუცილებლად გამოიწერეთ და უყურეთ ვინ იქნება შემდეგი. ახლა